UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ ალბანეთთან საშინაო მატჩში მომხდარი ინციდენტების გამო დააჯარიმა. Უფრო უსიამოვნო 14 ოქტომბერს მარცხი იყო ალბანეთის ნაკრებთან, შეგახსენეთ 0-1 დაუმარცხდით, თუმცა თვის ბოლოს საჯარიმო სანქცია წამოგვეწია. UEFA-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად მთლიანი ჯარიმის ოდენობა 56,000 ევრო შეადგენს. ჯარიმის ყველაზე დიდი კომპონენტი 30,000 ევრო უკავშირდება ფაქტს, რომ თამაშზე ფანებმა პიროტექნიკა ისროლეს. ასევე დარღვევისთვის წესდება კიდევ ერთი სანქცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს შემდეგ საშინაო მატჩზე 2,000 კამი ცარიელი უნდა იყოს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შედის და ამ მხრივ საქართველოს ეძლევა გამოსაცდელი 2 წლიანი ვადა. 14,000 ევროს გადახდა დაეკისრა საქართველოს სტადიონის საჯარო გასასვლელების ბლოკირების გამო, 12,000 ევრო დაეკისრა საქართველოს იმის გამო, რომ კომაგები ფეხბურთელებსა და მსაჯს ლაზერს ანათებდნენ. შეგახსენეთ, ალბანეთის საქართველოს მატჩზე მაყურებლის ქცევისათვის დაჯარიმდა ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციაც. ალბანეთის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 41,250 ევრო იყო. გადავინაცვლოთ ახლა ოკეანის მიღმა და შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე კარს მოკვადგა ფაქტობრივად და პროგნოზების და მოლოდინების ტალღებიც უფრო და უფრო აქტიურია. ამჯერად ბუკმეკერების შეფასებებს გაგაცნობთ, რომელთა მიხედვითაც უპირატესობა დონალდ ტრამპს აქვს და ტოტალიზატორების მმართველებს არ სჯერათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებს კამალა ჰარისი მოიგებს. დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე დღეს კენჭს და ასევე ტოტალიზატორებს ჯერათ, რომ სწორედ ის იქნება საარჩევნო რბოლის გამარჯვებულიც და მათი გათვლებით მილიარდერისა და სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის მოგების ალბათობა დაახლოებით 60%-ია და აჭარბებს კიდეც ამ ნიშნულს. კამალ ჰარისის შანსი კი ამ შემთხვევაში 40%-ს ქვემოთ არის. აღსანიშნავია აქვე ისიც, რომ წინა ორ შემთხვევაში ბუკმეკერების არასახელებდნენ ტრამპს საპრეზიდენტო კამპანიის ფავორიტად, მაგალითად 2020 წლის არჩევნების წინა დღეს მათ ჯო ბაიდენის გამარჯვების ალბათობა 60-დან 70%-ით შეაფასეს და ტრამპის 30-დან 40%-ის ფარგლებში და 4 წლით ადრე ტოტალიზატორის აზრით რესპუბლიკელებისთვის საქმე კიდევ უფრო უარესად იყო და იმის ალბათობა, რომ ტრამპი თეთრ სახლს უხელმძღვანელებდა დაახლოებით 20%-ით შეფასდა. ჰილარი კლინტონის კი 80%-ით, თუმცა მაშინ პროგნოზები არ გამართლდა, გვახსოვს და დონალდ ტრამპამ ოვალურ კაბინეტში დაიკავა ადგილი. აი რაც შეეხება უკვე მიმდინარე პროგნოზებს 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს ტოტალიზატორები თვლიან, რომ ტრამპი გაიმარჯვებს 60-დან 64%-ის ალბათობით და ბუკმეკერები კანდიდატების შანსებს ითვლიან კონკრეტულ პოლიტიკოსზე დადებული ფსონების გათვალისწინებით. მოდი დავრჩეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და დეტალურად გეტყვით 5 საკითხზე, რომელზეც წინა საარჩევნო პერიოდში კანდიდატების მხრიდან ფსონები იკეთდებოდა. უკრაინის მხარდაჭერა, ნატოს ბურღვა, გადასახადები, იმიგრაცია, აბორტი. ეს არის 5 ძირითადი საკითხი, რომელზეც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს კეთდებოდა აქცენტი. ეს კამპანია კი უკვე ფინიშის სწორზეა და გასული და დონალდ ტრამპმა კამალა ჰარის თეთრ სახლში შესვლისათვის გაჩაღებულ რბოლაში მხოლოდ ბოლო მონაკვეთის დაფარვა უწევთ კანდიდატებს. ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ყველა სახის საქონელზე 10%-ზე მაღალი ტარიფის დაწესებას გეგმავს, რაც მისი თქმით ამერიკელებისთვის გადასახადების შემცირების საშუალებას მისცემს. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომელმაც სექტემბერში შვილებთან ერთად საკუთარი კრიპტოვალუტის პლატფორმა გახსნა, იმის პირობაც დადო, რომ შეერთებულ შტატებს პლანეტის კრიპტო დედაქალაქად აქცევს. დემოკრატი ჰარისი კი საშუალო ფენას მიმართავს და მას საშუალებების ეკონომიკის შექმნას პირდება, ხოლო უმდიდრეს ადამიანებს გადასახადების ზომიერ ზრდას თავაზობს. 60 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი ასევე ხელს შეუწყობს ბავშვიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, ამასთან ის მხარდაჭერას საცხოვრებელი ფართის პირველად შენაძენსა და მცირე ბიზნესაც აღუთქვამს. იმიგრაცია. ტრამპმა იმიგრაციასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია დაიკავა და თქვა, რომ თუ ხელახლა აირჩევენ, მილიონობით არალეგალური მიგრანტის მასობრივი დეპორტაციის ბრძანებას გასცემს. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატები მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატორი იყო, ემიგრანტები ქვეყნის სისხლის მოწამვლაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ჰარისმა პირობა დადო, რომ ემიგრანტების საკითხში ისიც მკაცრ პოზიციას დაიკავებს და ქვეყანაში არალეგალურად შემოსული პირები მათ მიმართ მკაცრი შედეგების დადგომის შესახებ გააფრთხილა. მან მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების თაობაზე, განსაკუთრებით საზღვარზე ფიზიკური ბარიერების შექმნაში ინვესტიციების ჩადების კუთხით.
ასევე საარჩევნო კამპანიის დროს აქცენტი კეთდება აბორტზე. ზოგიერთი ამერიკელი ამომრჩევლისთვის რეპროდუქციული უფლებები მნიშვნელოვანი საკითხი არის მას შემდეგ, რაც 2022 წელს უზენაესმა სასამართლომ აბორტის ფედერალური უფლება გააუქმა. და ამან ზოგიერთ შტატში აბორტის სრული აკრძალვაც კი გამოიწვია. ტრამპი ხშირად ტრაბახობდა თავისი როლით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში, რომლებმაც 1973 წლის გადაწყვეტილება გააუქმეს და ის მიანიშნებს, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში სამედიცინო აბორტებში გამოყენებულ პრეპარატებზე წვდომასაც კი შეზღუდავს. კამალა ჰარის კი სურს მიიღოს ფედერალური კანონი აბორტის ეროვნული უფლებების აღდგენის შესახებ და ამ საკითხს მის წინა საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია. ასევე არის საგარეო პოლიტიკა. ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მძინარე ომების კონტექსტში ტრამპმა პირობა დადო, რომ ორივე კონფლიქტს სწრაფად მოაგვარებს თუ ამერიკელები მას პრეზიდენტად აირჩევენ. თუმცა იმის განმარტების გარეშე თუ როგორ მოახერხებს ამას, ის კიევისთვის უზარმაზარი ამერიკული ფინანსების გამოყოფას გმობს. თავის მხრივ კი ჰარისი არჩევის შემთხვევაში უკრაინას მტკიცე მხარდაჭერასაც კი დაჰპირდა. ტრამპიც და ჰარისიც გააგრძელებენ ასევე ისრაელის მხარდაჭერას და ამასთან მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი პალესტინელების მდგომარეობაზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს. და ბოლოს ეს არის კლიმატი, რაზეც კანდიდატები ამახვილებენ ყურადღებას. შეერთებული შტატები ჩინეთის შემდეგ უკვე მსოფლიოში მეორე ადგილზე არის სათბურის გაზების ემისიით, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ყოვლისმომცვლელი პლატფორმა არც ერთ კანდიდატს არ ჩამოუყალიბებია. ტრამპი, რომელიც კლიმატის ცვლილებას დიდი ხანია თაღლითობას უწოდებს, განახლებადი ენერგიისა და ელექტრომობილებისთვის სუბსიდიების შემცირებას გეგმავს, რადგან მისივე თქმით, ამით ბიზნესს ზიანი ადგება. რესპუბლიკელებმა პრეზიდენტობის კანდიდატმა კი პირობა დადო, რომ ნავთობის ჭაბურღილებს ბურღავს და მომავალშიც გაბურღავს, აი ასეთ კონტექსტში იყო ნათქვამი და შეერთებულ შტატებს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან ისევ გამოიყვანს. ჰარისი კი მხარს უჭერს ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიღებულ ინფლაციის შემცირების შესახებ კანონს, რომელიც მწვანე ენერგეტიკაში ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პირველი სამსახური ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი საფუძველია ადამიანის კარიერულ წინსვლისთვის. იმ ფონზე, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიანობა სწრაფი ტემპით იზრდება, კურსდამთავრებულთათვის დასაქმების პროცესი რთულდება. ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზე უმუშევრობის დონე პოსტპანდემიურ წელთან შედარებით 3.4-დან 4.3%-მდე გაიზარდა. სამუშაო გამოცდილების არ მქონე კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის საუკეთესო ამერიკული კომპანიების გამოსავლენა და ამერიკულმა Forbes-მა სამწლიანი გამოკითხვა აწარმოა, რომელშიც 100,000 ახალგაზრდა პროფესიონალი იმ ორგანიზაციებიდან გამოიკითხნენ, რომლებსაც 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი აქვთ და თანამშრომელი ჰყავთ. დასაქმებულები კომპანიებს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებდნენ: ანაზღაურება, დამატებითი სარგებელი, მოქნილი გრაფიკი, სამუშაო პირობები, კომპანიის იმიჯი, ინკლუზიურობა, განვითარების საშუალება. შეფასებული 400 კომპანიიდან გამოვლინდა 10 ორგანიზაცია, რომლებიც 2024 წელს კურსდამთავრებულებს საუკეთესო პირობებს თავაზობენ. ადგილები ასე გადანაწილდა: პირველი პოზიცია Delta Airlines ეკუთვნის ტრანსპორტი და ლოგისტიკის სფეროდან, მეორე In-N-Out ბურგერია, სარესტორნო ქსელი. American Express-ი მესამეა, ფინანსური სერვისების სექტორი, Deutsche Bros Coffee, სარესტორნო ქსელი არის მეოთხე ადგილზე, UCLA Health, ჯანდაცვა და სოციალური სერვისები მეხუთე. Ali Financial, ფინანსური სერვისები მეექვსე ადგილზეა, Takeda Pharmaceuticals, მედიკამენტები და ბიოტექნოლოგია მეექვსე ადგილი, Google IT სექტორიდან მეშვიდე, Business Solver-ი ასევე IT სექტორიდან მერვე, Germany მეცხრე ელექტრონიკის სექტორიდან. კარგი, მაშინ დავჩეთ დასაქმებისა და შრომის ბაზარზე და მსოფლიოში 10 საუკეთესო დამსაქმების რეიტინგსაც გაგაცნობთ იმისთვის, რომ სამსახურის მაძიებლებმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ. ხშირად უწევთ მათ სხვადასხვა სამუშაო პირობებზე მორგება და შრომითი უნარების განვითარება. აი ზოგიერთი კომპანია კი დასაქმებულებს თავიანთი უნარ-ჩვევების განვითარების, ახალი გამოცდილების მიღების და ასევე კარიერული ზრდის შესაძლებლობას თავად აძლევს. სწორედ ასეთ კომპანიებში რჩებიან თანამშრომლები ყველაზე ხანგრძლივი დროით, თუმცა მსგავსი საქმებლების პოვნა ადვილი ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ სტატისტამ 50 ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული 300,000 ადამიანი გამოკითხა და თითოეული მათგანი დასაქმებული არის კომპანიაში, რომელიც მინიმუმ 1000 ადამიანს ასაქმებს და მსოფლიოს 6 კონტინენტური რეგიონიდან მინიმუმ 2-ში ოპერირებს. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით კი ის ტოპ-10 საერთაშორისო კომპანია უნდა წარმოგიდგინოთ, რომლებსაც თანამშრომლები საუკეთესო დამსაქმებლებად აფასებენ. პირველ ადგილზე ეს არის Microsoft
Microsoft-ი ეს IT და სერვისები ამერიკის შეერთებული შტატებიდან დასაქმებულთა რაოდენობა ამ შემთხვევაში 221,000 არის. მეორე ადგილს იკავებს Alphabet-ი IT და სერვისების მიმართულებით, დასაქმებულთა რაოდენობა ამ შემთხვევაში 182,000 საჭარბობს. მესამე ადგილს კი Samsung Electronics-ი იკავებს ელექტრონიკას მიმართულებით. ამ შემთხვევაში არის საუბარი სამხრეთ კორეაზე და დასაქმებულთა რაოდენობა აქ 270,000 საჭარბობს. მეოთხე ადგილს კი ამ შემთხვევაში უკვე Adobe იკავებს, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 29,000 არის. მეხუთე ადგილს და ხუთეულს უკვე კრავს BMW გრუპი ავტომობილების მიმართულებით გერმანიიდან დასაქმებულთა რაოდენობა კი 154,950-ია. მეექვსე ადგილს Delta Airlines იკავებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით და დასაქმებულთა რაოდენობა აქ უკვე 90,000 არის. მეშვიდე ადგილზე არის Airbus-ი აეროსივრცე და თავდაცვის მიმართულებით დასაქმებულთა რაოდენობით 157,000 საჭარბებს. ასევე მერვე ადგილზე არის IKEA საცოლო და საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით, ამ შემთხვევაში IKEA-ში დასაქმებულთა რაოდენობა 208,000-ია. და მეცხრე ადგილს უკვე Lego გრუპი იკავებს შეფუთული პროდუქტების მიმართულებით. ქვეყანა ამ შემთხვევაში არის დანია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 27,000 არის და 10-ს უკვე ხურავს IBM-ი ელექტრონიკის მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 187,000-ია. 2024 წლის 9 თვის მდგომარეობით მსოფლიოში მხოლოდ 2 კინოფრანჩაიზი არსებობს, რომელთა შემოსავალმა $10 მილიარდ გადააჭარბა. სტატისტას პუბლიკაცია კინოინდუსტრიის იმ 12 ყველაზე წარმატებულ პროექტს განიხილავს, რომლებმაც ეკრანებზე გამოსვლის დღიდან დღემდე ბილეთების გაყიდვებით ყველაზე მაღალი შემოსავალი გამოიმუშავეს. ყველა დროის ყველაზე წარმატებული კინოფრანჩაიზი Marvel-ის კინოსამყაროა, რომელიც მსოფლიოში ყველასათვის ნაცნობ სუპერგმირებს 1930-იანი წლებიდან ქმნის. The Walt Disney კომპანიის მფლობელობაში არსებულმა სტუდიამ მხოლოდ ბილეთების გაყიდვით $30 მილიარდი გამოიმუშავა. კიდევ ერთი ფრენჩაიზი, რომლის შემოსავლებიც 10 მილიარდიან ნიშნულს ცდება, ვარსკვლავური ომებია. ფილმების სერია, რომელიც 5 ათწლეულის განმავლობაში 12 ორიგინალ გამოშვებას აერთიანებს, ვარსკვლავური ომები ეკრანებზე დასაბრუნებლად სრულიად ახალი ფილმით 2026 წლისთვის ემზადება. 10 მილიარდიან ნიშნულს უახლოვდებიან J.K. Rowling-ის ჯადოსნური სამყარო და ადამიანი ობობას ფრენჩაიზიც. აღსანიშნავია, რომ ჰარი პოტერის 8 ფილმიანი საგას დასრულების შემდეგ ჯადოსნური ცხოველების ქუდის ქვეშ გაერთიანებულმა 3 ფილმმა იდენტურ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ჯამში 11 ფილმის ბილეთების გაყიდვებმა $9.6 მილიარდი შეადგინა და ინდუსტრია ბიჭისაგან, რომელიც გადარჩა 10 მილიარდიანი ნიშნულის მიღწევას უახლოეს მომავალში არ ვარაუდობს. რაც შეეხება ადამიანობობას, კინოფრანჩაიზმა 9 მილიარდი გამოიმუშავა, შემოსავლების 7-8 მილიარდიან ნიშნულებს შორის კი 4 კინოფრანჩაიზი მეკცევა. James Bond-ი, შურისმაძიებლები, DC-ის გაფართოებული სამყარო და Force-ი. აღსანიშნავია, რომ ამ შემოსავლის გენერირებისთვის შურისმაძიებლებს, რომლებიც შეგვიძლია რომ Marvel-ის ნაწილადაც მივიჩნიოთ, მხოლოდ 4 ფილმი დასჭირდათ, Force-ს 10-ზე მეტი, James Bond-ს კი 27. 6-დან 7 მილიარდამდე თანხა გამოიმუშავეს, ან მალე გამოიმუშავებენ ბეტმენის, X ადამიანების, იურული დროის პარკისა და ბეჭდების მბრძანებლების სერიებმა. რისთვისაც ბეტმენს 1966 წლიდან დღემდე 28 ფილმი დასჭირდა, X ადამიანებს კი 2000 წლიდან 14. ყველაზე სწრაფი წარმატება 4 ხელს შორის იურული დროის პარკმა მოიპოვა 1993 წლიდან დღემდე ფრენჩაიზი 6 ფილმს აერთიანებს. რაც შეეხება ბეჭდების მბრძანებელს, კინოფრენჩაიზი მეშვიდე გამოშვებისთვის 2024 წლის დეკემბერში ემზადება, რითაც იგი სავარაუდოდ 6 მილიარდიან ნიშნულს გადალახავს. ბეჭდების მბრძანებლის ამჟამინდელი შეფასება $5.85 მილიარდი. კარგი, ახლა შეგვიძლია უკვე ტურიზმის დანახარჯებსაც შევხედოთ, სადაც ბრიტანულმა კომპანია Good Travel Management-ის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მოგზაურებს წინასწარ გაწერილ ბიუჯეტზე მეტის დახარჯვა უწევთ. გამოკითხვა მაჩვენა, რომ ბრიტანელ მოგზაურთა მხოლოდ 1/3 ახერხებს, რომ დანახარჯები სამოგზაურო ბიუჯეტში ჩატიოს. აღსანიშნავია აქვე ისიც, რომ კვლევის თანახმად საშვებულებო ხარჯებმა ბოლო წლებში რეკორდულ დონეს მიაღწია. ევროპული ქვეყანა, სადაც მოგზაურებს ყველაზე ხშირად უწევთ დაგეგმილ
ათასზე მეტი ფულის ხარჯვა, ეს ფინეთი გახლავთ. კვლევის თანახმად ტურისტები ამ სკანდინავიური ქვეყნისთვის ყოველდღიურად დაახლოებით 124 ევროიან ბიუჯეტს გეგმავენ, თუმცა მათი რეალური დანახარჯები ერთ დღეზე საშუალოდ 178 ევროს აღწევს. და შესაბამისად გამოდის, რომ მოგზაურები ფინეთში ერთკვირიან მოგზაურობაში დაგეგმილზე დაახლოებით 379 ევროზე მეტსაც კი ხარჯავენ. და მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ზედიზედ უკვე მე-6 წელია დედამიწის ყველაზე ბედნიერ ქვეყნად სახელდება, საკვებ პროდუქტებზე, ტრანსპორტსა და დანარჩენ ადგილებზე მაღალი ფასების გამო ის განსაკუთრებით მიმზიდველი იმ ტურისტებისთვის არის, რომლებიც ბიუჯეტური მოგზაურობით არ არიან დაინტერესებული. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროკომისიის მონაცემებით ფინეთში ალკოჰოლური სასმელები ევროპულ საშუალოსთან შედარებით 102%-ით ძვირია. კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა დღეში დაგეგმილზე 47 ევროთ მეტს ხარჯავს, ეს არის მექსიკა, სადაც ტურისტების დღევრი ბიუჯეტი საშუალოდ 80 ევროს შეადგენს და შესაბამისად მოგზაურები მექსიკაში საშუალოდ 127 ევროთ მეტს ხარჯავენ, ვიდრე ეს მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. კვლევის თანახმად კი მექსიკა სამოგზაუროდ ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ ქვეყნად მიიჩნევა, რის გამოც მოგზაურები ხშირად ფიქრობენ, რომ ნაკლები დახარჯვა მოუწევთ მექსიკაში. სინამდვილეში კი მექსიკური ვალუტის გამყარებასთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკის ამ ქვეყანაში მოგზაურობა უფრო და უფრო ძვირი ჯდება. მესამე ადგილს უკვე იკავებს ეგვიპტე, სადაც ბრიტანელი მოგზაურები დღეში დაახლოებით დაგეგმილზე 43 ევროთ მეტს ხარჯავენ და მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეში ტურისტების საჭიროებებზე მორგებული დღევრი ბიუჯეტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი არის და დღეში მხოლოდ 25 ევროს ითვალისწინებს, როგორც აღმოჩნდა ტურისტებს ხშირად ორჯერ მეტის დახარჯვა უწევთ. კიდევ ორი ქვეყანა, სადაც ტურისტებს ხშირად უწევთ ბიუჯეტის დარღვევა, ეს არის ნორვეგია და იაპონია. Good Travel Management-ის კვლევა იმ ქვეყნების რეიტინგსაც ავლენს, სადაც მოგზაურები დაგეგმილზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ და ასეთი არის მაგალითად ბარბადოსი, სადაც მოგზაურთა დაგეგმილი დღევრი ბიუჯეტი საშუალოდ 223 ევრო არის, თუმცა მათი დანახარჯები დღეში დაახლოებით 142 ევროს შეადგენს. აი ჰონგ-კონგში მოგზაურობაზე კი დაგეგმილზე 79 ევროთი ნაკლებს ხარჯავენ და ნაცვლად წინასწარ განსაზღვრული 130 ევროს. ასევე სიაში არის ლუქსემბურგი, სადაც ტურისტული დანახარჯები დღეურად 72 ევროთი უფრო ნაკლები არის, ვიდრე ისინი გეგმავდნენ ამ შემთხვევაში. 8 წლიანი სასამართლო პროცესის წარმოების შემდეგ დიდ ბრიტანეთს 6.5 მილიონი გირვანკა სტერლინგის ღირებულების ძვირად ღირებული ავტომობილები დაუბრუნდა. ძვირფასი ბრენდის მანქანები, მათ შორის როგორიცაა Lamborghini Huracan, Porsche, Mercedes, Ford Mustang და სხვა, ტაილანდში კრიმინალური დაჯგუფების მიერ კონტრაბანდული გზით იყო გადაყვანილი. დახვეწილი ფინანსური თაღლითობის გახსნისა და დამნაშავების დაკავების შემდეგ ავტომობილები მათ მფლობელებს დაუბრუნდება. პოლიციის განცხადებით, საერთაშორისო თაღლითურ რგოლში მონაწილეობდა 13 კაციანი ტაილანდური დაჯგუფება, გაერთიანებული სამეფოს 4 მოქალაქე და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. მათ ავტომობილები ქვეყნიდან თაღლითური გზით 2016 წლიდან 2017 წლამდე გადაჰყავდათ, ექსპორტით ტაილანდში გადატანილ სუპერკარებს კი მყიდნენ. დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო საშუალებების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სადაზვერვო სამსახურმა კი ოპერაცია ტიტანიუმი მას შემდეგ დაიწყო, რაც 4 მოპარული Mercedes-ი საუთჰემპტონის პორტში კონტეინერში იპოვეს. სწორედ მას შემდეგ გაირკვა თაღლითობის რგოლის თაობაზე. პოლიციის განცხადებით, ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. გადავიდეთ დიდი ბრიტანეთიდან ამ შემთხვევაში უკვე ნიდერლანდების მიმართულებით, სადაც სამხრეთში მდებარე ქალაქ ოისტერბეიკში მძარცველებმა ამ შემთხვევაში უკვე სამხატვრო გალერეის შესასვლელი ააფეთქეს და ამერიკელი ხელოვანის ენდი უორჰოლის 2 ნახატი გაიტაცეს. და კიდევ 2 ნახატი ამ შემთხვევაში უკვე გალერისტებმა გალერეის შორი ახლოს იპოვეს. გალერეის მფლობელმა მარკ ვისერმა განაცხადა, რომ ქურდებმა სცადეს მოეპარათ უორჰოლის 4 ნამუშევარი დედოფლის სერიიდან, რომელიც პოპ არტის მეფედ აღიარებულმა უორჰოლმა 1985 წელს შექმნა. ეს არის დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდის, დანიისა და აფრიკის ესვატინის სამეფოს დედოფლების პორტრეტები და ვისერის თქმით, ქურდობა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ისინი ნახატების ავტომანქანით წაღებას ცდილობდნენ, მაგრამ 2 ნახატი მანქანაში აღარ ჩაეტია და ამიტომ ისინი უბრალოდ გადაყარეს. ვისერმა თქვა აგრეთვე, რომ აფეთქების გამო გალერეის შენობა თითქმის დანგრეულია, ასევე დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც და თავად ძარცვას მან არაპროფესიონალური უწოდა. ნიდერლანდურმა დეტექტივმა არტურ ბრანდმა, რომელსაც გვარდიანი ესტუმრა და ესაუბრა, ასევე განაცხადა, რომ ეს ქურდობა არ იყო ტიპური. მძარცველები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებზე არიან სპეციალიზირებული, ასაფეთქებლას თითქმის არასდროს იყენებენ.